სადაზღვევო სექტორის პორტფელი 2025 წელს 12%-ით 1.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ინდუსტრიის წმინდა მოგებამ 129 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2 მილიონით აჭარბებს 2024 წლის მაჩვენებელს. გასულ წელს 1.2 მილიარდიდან 1.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა 19 სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემია. დაზღვევის სახეობების მიხედვით ყველაზე მეტ პრემიას ინდუსტრია ტრადიციულად ჯანმრთელობის დაზღვევიდან აგენერირებს, რამაც წინა წელს 600 მილიონი ლარი შეადგინა. Როგორი ტემპით იზრდება სადაზღვევო სექტორი საქართველოში და ზრდის რა პოტენციალი გააჩნია ბაზარს, თემაზე სასაუბროდ დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაძე გვერდდება. სტუდიაში ბატონ ლაშა, მოგესალმებით. პირველ რიგში უღრმესი მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონ ლაშა, რასაც ვაკვირდებით წლიდან წლამდე სტატისტიკას, რომელსაც აქვეყნებს ზედამხედველი, ზრდა არის სექტორში, თუმცა ისეთი მნიშვნელოვანი და ხელშესახების და ზრდა არ არის, რაზეც ასე ვთქვათ ისურვებდა ეს სექტორი, ხომ? თუმცა მაინც რასაც ვუყურებთ მაჩვენებლებს, მოზიდული პრემიაც გაზრდილია წმინდა მოგებაც. მინდა კითხოთ, ზოგადად ამ ტემპებით რამდენად ხართ კმაყოფილი და უფრო ფასით იზრდება ეს ინდუსტრია თუ პენეტრაციით, რას გვეტყვით? კი ბატონო, სანამ უშუალოდ სადაზღვევო თეობას დავიწყებდე, მე არ მინდა არ ვახსენო, რომ დღეს არის 9 აპრილი, 37 წელი გავიდა ჩემი თაობისთვის, ალბათ ყველაზე დიდი და გადამწყვეტი მოვლენისთვის. და ამ გადმოსახედიდან უკვე შეგვიძლია დადასტურებულად მსჯელობა იმისა და მე მინდა ჩემ ერს უსურვო, რომ ისეთი შემართება, ისეთი ერთიანობა იმ დადებითი მიმართულებისკენ, რაც მაშინ არსებობდა, იყოს ძალიან ბევრ საკითხში, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება და აუცილებლად უდაოდ პროგრესულ ზრდაში გადაიზრდება. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ტრიგერი ისეთი დიდი მონსტრის, როგორც საბჭოთა კავშირი იყო დანგრევისა და იმ უზარმაზარი დასავლური დახმარებისა, რაც ხალხის გამოხატული სურვილის გამო საქართველოს შემდგომ, ესე ვთქვათ, გვერდში დაუდგა და მის აღშენებლობას ხელი შეუწყო. თან ჩვენ ვიმყოფებით ამ ეპიცენტრიდან ძალიან ახლოს და არ შემეძლო, რომ ეს არ კი ბატონო. რაც შეეხება უშუალოდ სადაზღვევო გამოწვევებს. 2025 წლის გამოქვეყნებული სტატისტიკური ციფრების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთოთ. სანამ სტატისტიკურ ციფრებზე გადავიდოდე, მე ვიტყვი მომხმარებლისთვის, რომ უფრო გასაგები იყოს, ვინც სადაზღვევო სერვისებით სარგებლობს და დაინტერესებულია მომავალში რომ ისარგებლოს, რომ გარკვეული პერიოდის მერე გამოქვეყნდება ამ კომპანიათა ფინანსური აუდირებული დასკვნები, რომელიც საშუალებას მოგცემს ფინანსურ ჭრილში ვიმსჯელოთ, რა ხდება სადაზღვევო ინდუსტრიაში და მე ძალიან ვთქვათ ვიტოვებ უფლებას, რომ ამ სტუდიაში ამ საკითხზეც მომცეთ საშუალება რომ ვიმსჯელო. რაც შეეხება სტატისტიკას, ციფრები იზრდება, ეს ძალიან კარგია. ეს ნიშნავს, რომ მათ შორის ეკონომიკის ის ნაწილი, რომელიც იზრდება ცუდად თუ კარგად, სადაზღვევო ინდუსტრიაზეც აისახება, მაგრამ როგორ აისახება, აი ალბათ ამაზე ჯობია რომ გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, გარკვეული აქცენტები. თქვენ სწორედ ბრძანეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 152 მილიონით გაიზარდა მოზიდვა სადაზღვევო ინდუსტრიაში 24 წელთან შედარებით, სადაზღვევო მოგება მხოლოდ 2 მილიონი ლარით გაიზარდა. თქვენ გახსოვთ, რომ 23 და 24 წლებში ძალიან მცირე მოგებებს აგენერირებდა სადაზღვევო ინდუსტრია. ამას გარკვეული ობიექტური მიზეზები ჰქონდა, იგივე კოვიდი, პოსტკოვიდი და ასე შემდეგ. თუმცა 25 წელიც ძალიან დიდი გამოწვევების წელი აღმოჩნდა სადაზღვევო კომპანიებისთვის. დამერწმუნებით, რომ ზრდის ტემპი 10-11% დღევანდელი ჩვენი ძალიან მცირე პენეტრაციისთვის დიდი ციფრი არ არის. მით უმეტეს გამომდინარე იქიდან, რომ წინა წლებში თითქმის 20%-იანი ზრდაც ფიქსირდებოდა ხოლმე, მაგრამ გვაქვს ის, რაც გვაქვს. ეს რაც შეეხება ზოგადად მოზიდვის ზრდას. ეხლა როგორ აისახება ის კონკრეტულ ციფრებში. რა თქმა უნდა, სწორედ ბრძანეთ, რომ დიდი ნაწილი სამედიცინო ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილში გენერირდება. მაგრამ სწორედაც რომ ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილი არის ყველაზე დაბალ მომგებიანი, ბევრ კომპონენტიანი, მათ შორის სახელმწიფოსთან უშუალობაში და მე ამას დეტალურად ვეცდები რომ ჩამოვთვალო, დაკავშირებული დაზღვევა და წელს ჩვენ პირველად გვაქვს ის სურათი, როდესაც სადაზღვევო ინდუსტრიის პირველი ხუთეულიდან 4 კომპანია არის ბანკების მფლობელობაში სრულად და პირველ ადგილზე გასული კომპანიაც გახლავთ საბანკო კომპანია. ასეთი
ესე ვთქვათ, ფაქტი ჯერ სადაზღვეო ინდუსტრიაში, თუ ჩვენ კანონიდან დავიწყებთ 1997 წელს იყო კანონი მიღებული სადაზღვეო, იმის მერე ასეთი ასე ვთქვათ პრეცედენტი არ ყოფილა. ამაზე კიდევ ცალკე ვისაუბრებთ, მაგრამ ეხლა ჩავშალოთ სამეცნიერო დაზღვევის გამოწვევები. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კერძო სადაზღვეო ინდუსტრია ძირითადად გარდა სტაციონარული შემთხვევებისა მართავს ამბულატორიულ შემთხვევებს და მედიკამენტების ნაწილს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში უკვე ერთ წელზე მეტი დრო გავიდა, რბილად ვიტყვი, როდესაც ჩვენ გქონდა შეხვედრა და შეეხებოდა პოლიპრაგმაზიისა და პოლიფარმაციის საკითხებს და სადაზღვეო ინდუსტრიამ ძალიან კონკრეტული, არა მარტო ჩემმა ასოციაციის წევრებმა, არამედ ყველამ დააყენა ძალიან კონკრეტული, ასე ვთქვათ, გამოწვევების მაგალითები, რომელთა დაკავშირებითაც მე რამდენადაც ვიცი, ან უკვე შეტანილია წერილი, ან ამ დღეებში შევა ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც ფიქსირდება პოლიფარმაციისა და პოლიპრაგმაზიის იმგვარი, ასე ვთქვათ, დარღვევები, რომელზეც სახელმწიფომ რეაგირება უნდა მიცეს. სახელმწიფომ შექმნა ასეთი ინსტრუმენტი წლების წინ, ძალიან კარგად გაწერა დებულებაში, მაგრამ ამ დებულებას შესაბამისად შემდგომ აღსრულება ჭირდება და მოგეხსენებათ, ამბულატორიისა და ფარმაციის ნაწილში რამდენად დიდია დანახარჯი და რამდენად აძვირებს ეს თითეული ჩვენთაგანის გადახდილ პრემიას დაზღვევაში. ეხლა გულისხმობთ თქვენ არასაჭირო მედიკამენტებისა და სამედიცინო სერვისების დანიშნვის არა მარტო არასაჭიროს, არამედ ხანდახან ურთიერთგამომრიცხავსაც კი შევეცდები გავაგრძელო. და მე ვთქვი, რომ სახელმწიფოსთან მართვის ნაწილში ძალიან, ასე ვთქვათ, დიდ ზეგავლენას იღებს კერძო დაზღვევა. მაგალითად, თქვენ მოგეხსენებათ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მართვის ნაწილში წლების განმავლობაში შეუძლებელი იყო ეგრეთ წოდებული მაღალტექნოლოგიურ სერვისებზე დანამატების გაკეთება ბენეფიციარის მიერ. რამაც ჩემი აზრით ერთგვარად გამოიწვია, რომ მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა ამ ქვეყანაში და მიყოლა იმ ფეხისხმის, რასაც ევროპული მაღალტექნოლოგიური და ასე ვთქვათ, გამოწვევები კარნახობს, ერთგვარი ჩამორჩენა გამოიწვია, იმიტომ რომ ადამიანს შეეძლო მიეღო ან მხოლოდ საყოველთაო ან ამოსულიყო მთლიანად საყოველთაოში და ისე წასულიყო მაღალტექნოლოგიურ სერვისებში და თქვენ მოგეხსენებათ, რომ საინვესტიციო ღირებულება მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ჩარევებისა, როდესაც მოცულობა არ არის, ძალიან არ არის გამართლებული. შესაბამისად, ამ ნაწილშიც ჩვენი მედიცინის ინვესტიციის ეს ნაწილი გარკვეულწილად შეფერხდა. კი, ეს მოდული ერთგვარად გასწორდა, მაგრამ ამან ზემოქმედება იქონია იმაზე, რომ აი ამ ნაწილში შეიმჩნევა, რომ ცოტა შეფერხება არის. რატო ვლაპარაკობ მე ამ შეფერხებაზე? იმიტომ რომ მოგეხსენებათ, მაღალ ტექნოლოგია შეიძლება გარკვეულწილად იმ მომენტში ძვირი იყოს, მაგრამ სამედიცინო გამოსავლიანობისა და სამედიცინო ხარისხის ნაწილში გაცილებით უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი არის ხოლმე, ვიდრე ძველი ტექნოლოგია. შეიძლება ძალიან ბევრი მაგალითი გავიხსენოთ ამისი, მაგრამ მე მგონი ამ ეტაპზე ეს სრულიად საკმარისია. ამიტომ ამ მიმართულებითაც ვთქვათ, გარკვეული, ასე ვთქვათ, სამედიცინო დაზღვევის ფასნამატი, სამედიცინო სერვისების ექსპორტი და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი პირდაპირ უცხოეთში მიდის გარკვეული ნოზოლოგიების სამკურნალოდ, რაც ასე არ იყო წლების წინ, ხო? და პირდაპირ დაკონტრაქტებული კლინიკები არსებობს საქართველოსთან, რომელიც არც თუ მაინდა-მაინც იშვიათ დაავადებებზე უფრო ხელსაყრელია იქ წახვიდე და მიიღო ის ხარისხი, ვიდრე აქ. ამ ნაწილშიც, ასე ვთქვათ, ეს სადაზღვეო კერძო ინდუსტრიას ხელს უშლის. კიდევ ერთი გაიზარდა, რა თქმა უნდა, ანუ სურვილი გამოთქმული იმისა, რომ ადამიანებმა მიიღო კერძო დაზღვევა მიუხედავად იმისა, რომ ისინი გარკვეულწილად ნაწილობრივ საყოველთაო ჯანდაცვას კარგავენ, გამოთქმულია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა რომ მქონდა, რომელიც მე წინასწარ ვახსენე, იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, პირველადი მოთელვა იმისი, რომ ეგრეთ წოდებული დაშენებული პაკეტების ნაწილზე გარკვეული ცვლილებები შეგვეტანა, რომელიც შესაძლებელია, რომ საშუალო და გრძელვადიან სერვისებში სახელმწიფოსთვისაც ათავისუფლებდეს გარკვეულ დანახარჯებს და ასე ვთქვათ, საყოველთაოს ტვირთსაც ამცირებდეს. მეცაც გეტყვით, ასევე საუბარი იყო იქ სადაზღვეო კომპანიების მიერ სახელმწიფო სამედიცინო ტენდერებთან დაკავშირებით, სადაც მაგალითად წლების წინ შესყიდვების სააგენტოსთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთვის, სადაზღვეო რეგულატორისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის მიწერილი იქნა წერილი, სადაც აღწერილი იყო, რომ მაგალითად სახელმწიფო ტენდერებში სხვადასხვა უწყების მიერ მოითხოვება ხოლმე ბადების დაფინანსება.
რომელიც მოგეხსენებათ არ გახლავთ წამალი, არ არის რეგულირებული და მიბმული ჯანმრთელობის ხარისხთან, თუმცა პროდუქტს აძვირებს. კი, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს უწყების ფულია, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ისევ ბიუჯეტის ფულია და შეიძლება ალბათ უფრო თუ ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი, უფრო პრაგმატულად იქნას დახარჯული. ამიტომ ურთიერთქმედება საყოველთაო ჯანდაცვასთან ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. და როგორც ვიხდი, ამ ნაწილში სიახლე არ არის, ხომ? სამწუხაროდ არ არის და სწორედ ამას ვამბობ, რომ მაგალითად პოლიპრაგმაზიისა და პოლიფარმაციის ნაწილში დაშენებული პაკეტების ნაწილში, მაღალი ტექნოლოგიების ნაწილში და ასე შემდეგ, თუ უფრო მჭიდრო ჩართულობა იქნებოდა, ეს საყოველთაო ჯანდაცვის იმ დაგეგმილ გარდაუვალ ფასის ზრდას ერთგვარად დაანიველირებდა. იმიტომ რომ ასეთ სიტუაციაში კერძო სამედიცინო დაზღვევა გაიზრდება უფრო მეტად, ვიდრე წინა წლებში იყო. კი ბატონო, რადგან ფასებს შევეხებთ, მინდა გითხრათ ბატონო ლაშა, ინფლაციური პროცესებია, თითქმის ყველა სფეროს ეხება და გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც სადაზღვევო სექტორია და ჩვენ ამ სექტორის წარმომადგენლებიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ იზრდა, რაც სადაზღვევო პოლისებზე დაწყებულია კარგა ხანია, გრძელდება და ამაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს არაერთ ფაქტორს. უკვე თუ შეგვიძლია საუბარი რა პროცენტიან გაძვირებასთან გვაქვს საქმე და იგივე იქ ეს ავტოდაზღვევა იქნება თუ ჯანმრთელობის დაზღვევა, როგორი მოლოდინებია ამ ხრივ. დიახ, აი ჯანმრთელობის დაზღვევაზე ერთ სიტყვას ვიტყვი და შემდეგ გადავალ იმ შემდეგ ბესტსელერებზე დაზღვევის. ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი და ამიტომ რომ მოვასწროთ. აი გლობალურად თითქმის 11%-ით გაიზარდა სადაზღვევო ინდუსტრია, მაგრამ წინა წლების ზარალებთან, ნეტო ზარალებთან შედარებით 21%-ით გაიზარდა ზარალიანობა. რაც ნიშნავს იმას და ზუსტად ეს არის გამოხატულება, რომ მოგება კი 2 მილიონით გაიზარდა, მაგრამ აბსოლუტურ რიცხვებში და პროპორციაში ეს მოგების კლებაა წინა წელთან შედარებით. იმიტომ რომ იმ ზრდასთან მოზიდვისა, რაც ჩვენ სახეზე გვაქვს, მხოლოდ 2 მილიონი ზრდა, ეს არის რეალურად კლება მოგებისა. და სწორედ იმიტომ რომ ზარალიანობა გაზრდილია და სადაზღვევო ინდუსტრია ამას უპასუხებს. მე ვფიქრობ, რომ 15 შეიძლება 20%-იც კი გარკვეული მიმართულებით ზარალიანობა გაიზარდოს. მე კიდევ ვაკვირდები ერთ რამეს და შემდეგ გადავალ ავტოდაზღვევაზე, რომელზეც მინდა ვისაუბრო, რომ აი თუ შევხედავთ 24-სა და 25 წლის მონაცემებს, ავია დაზღვევაში ეს არის ავიაკასკო და ავიაპასუხისგებლობის დაზღვევა და მასთან პირდაპირ კავშირში მყოფ ტურისტების დაზღვევასთან, ხო, აქედან გასული ტურისტებთან არის ძალიან მკვეთრი კლება. რატომა ეს მობილობა არის შემცირებული, თუ უკვე ვინც გასასვლელი იყო გავიდა, ავიაკომპანიები შემცირდა, რომელიც აქ გარკვეულ დაზღვევებს ახორციელებენ, მაგრამ ეს ერთგვარად ნიშანი არის გარკვეული რამის. კიდევ ერთი, ჩვენ ვლაპარაკობდით 6 თვის შედეგებით, რომ 7 კომპანიას 19-დან ჰქონდა ან იგივე შედეგი, ან კლება. ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ 11-ია ასეთი კომპანია წლის შედეგებით, რომელიც ან იგივე შედეგს აჩვენებს, ან კლებას აჩვენებს. ესეც გარკვეული სიმპტომატიკაა, როცა 19-დან, იმიტომ რომ კონკურენციის გარეშე ჩვენი გამოსავალი არ არსებობს. ღია ბაზრის გარეშე და გარკვეული, თქვათ, რაც ვახსენე უკვე, რომ ბანკების, თქვათ, დომინირების გარეშე, პირდაპირ კონკურენციის გარეშე ბაზარი არ არსებობს. რაც შეეხება ავტოდაზღვევას. ავტოდაზღვევაში წლიდან წლამდე გარკვეული ტიპი მომხმარებელისა ძალიან კარგად სწავლობს როგორ მიიღოს ზარალი ისე რომ მას არ ქონია სინამდვილეში სადაზღვევო შემთხვევა. ეგრეთ წოდებული ფროდების, ასე ვთქვათ, დამეცადინები არიან. ჩვენ სადაზღვევო რეგულატორს გარკვეული წლების წინათ მივმართეთ, რომ გაკეთებული იყო მეტი პარალელი არ არსებობს ერთგვარი კრედიტ ინფოსავით, შავი ყუთი თუ შავი სიის ინფორმაცია. ეხლა დღეს სადაზღვევო კომპანიები ამას ერთად ვერასოდეს ვერ მოილაპარაკებენ, იმიტომ რომ ძალიან დიდია კონკურენცია და ერთმაგიდაზე მათ დაჯდომა ძნელია. თუ ეს არ გაკეთდა ან ნორმატივით, ან რაღაცა სავალდებულო წესით, არასოდეს არ იქნება. ამიტომ ადამიანებს აქვთ ეხლა ესეთი ძალიან ჭყალებში მარტივი გამოსავალი, აი ამ არაკეთილსაიმედო ადამიანებს, რომ ერთგან გააკეთებს პროცს, გარკვეული სადაზღვევო კომპანიები მერე რას პრინციპით მაინც იხდიან ამ ზარალებს, ან აღმოაჩენენ და ჩაუკეტავენ იქ დაზღვევას, მაგრამ დანარჩენი 18-ის კარები ღია და შეუძლია ნებისმიერთან დაეზღვა. ამიტომ ამისი შემაკავებელი არ არსებობს. გარდა ამისა, ჩვენ გვინდოდა გარკვეული კამერებზე წვდომა დაზღვეული მანქანების, რომ გაგვეგო რეალობა, მართლა ასე იყო, იქ მოხდა, აქ მოხდა თუ ასე შემდეგ, რომ დაგვეცვა კეთილსაიმედო დაზღვეული და არ გაგვეძვირებინა მისთვის სადაზღვევო პრემია. აი ეს ბოლო ნორმაც მაგალითად ეხლა 6 წლიანი მანქანების ზევით რო შეიზღუდა. ჩემთვის ცოტა გაუგებარია რატო 6 წელი, იმიტომ რომ მე რას ვადარებ, რომ იაპონურ და კორეულ ავტომწარმოებლებს საგარანტიო ვადა აქვთ ავტომობილების უფრო მეტი ვიდრე 6 წელი და ესე იგი ჩვენ საგარანტიო ვადაში მყოფი ავტომობილების შემოყვანა ერთგვარად ავგრძალეთ. რას გამოიწვევს ეს შემდეგი წლისთვის? დაბერდება თუ გაახალგაზრდდება ქართული ავტოინდუსტრია? თუ მაგალითად გამონაბოლქვში ქონდა პრობლემა
ტექდათვალიერების ანალიზი გააკეთა ვინმე თუ ტექდათვალიერებდა ეუბნებოდა რომ შენ ცუდი გამონაბოლქვი ხო იქვე უნდა ყოფილიყო მისი გამოსწორება ან ვერ გაიარა ტექდათვალიერება აი ამასთან შეჭიდული და ბევრ სხვა პრობლემასთან მე ვფიქრობ რომ ავტოკასკოს დაზღვევასაც ერთგვარად ფასში ზრდას გამოიწვევს და შეიძლება უფრო მეტათაც იმიტომ რომ ავტოიმპორტიორების რაოდენობა და მათი განცხადებები რომლებიც მცირდებიან ეს ნიშნავს იმას რომ ახალი ავტომობილების რაოდენობა შემცირდება ყოველ შემთხვევაში საშუალო ვადაში შესაბამისად დაზღვევაც გაძვირდება სამწუხაროდ საგადახადო სტიმულებია საჭირო ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროშიო მოვისმინეთ ჩვენ ესეთი შეფასება კიდევ ერთი დარგობრივი გაერთიანება ამ სექტორში ვიცით როგორიც სქემაც მაგალითად მუშაობს კერძო საპენსიო სქემებთან მიმართებაში რომ სამშემოსავლო გადასახადი გარკვეული ზღვარს შემდგომ არის ასე ვთქვათ მოხსნილი ამ ტიპის სტიმულების საჭიროებას რამდენად ხედავთ და თუ აყენებთ ამ საკითხს იგივე ზედამხედველად ჩვენ ნაწილობრივ გადაწყვეტილების ნაწილში ვსჯელობდით მხოლოდ დაშენებული პაკეტებს როგორც გამოსავალს მაგრამ ბევრჯერ გვითხოვს დაგვიწერია და კიდე გავიმეორებთ რომ დასაქმებულთა სავალდებულო სამეცნიერო დაზღვევის გარეშე სამწუხაროდ ვერ მოხერხდება ბენეფიციართა იმგვარი გაყოფა რომ საყოველთაო და კერძო დაზღვევამ ერთი ხარისხით და ბ აბსოლუტურად სულ ყველა ადამიანს მიხედოს სათანადოდ ეს ნაწილი თავის-თავში გულისხმობს სწორედ საგადასახადო შეღავაც იმ სადაზღვევო პრემიის ნაწილში რომელიც სახელმწიფოს მიერ იქნება განსაზღვრული და სადაზღვევო კომპანიების კონკურენცია გამოიხატებოდეს იქნება იმ სავალდებულოზე დაშენებულ პაკეტების რაოდენობაში და მერწმუნეთ რომ ასეთი სიტუაცია ძალიან ბევრ სადაზღვევო კომპანიას გაუხსნის ხელფეხს რომ რეალურად აჩვენოს თავისი დადებითი პოტენციალი კი ბატონო, ბატონლაშა, ვფიქრობ, ბევრ საინტერესო თემას შეეხეთ, რომელიც სხვა დროს, სხვა პლატფორმებზეც ალბათ გაშლას უფრო მეტად მოითხოვს, სამწუხაროდ დროში ვართ შეზღუდული. მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო აქცენტებისთვის, მაყურებელს შევახსენებ, რომ ლაშა ნიკოლაძე საუბრობდა დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელი პირდაპირ ეთერში.